აქამდე როგორ არ დამიწყია. დაახლოებით 3-4 წელი არის უკვე ეს იდეა არსებობს. თუმცა მათ შორის სხვადასხვა მიზეზების გამო, რომლის შემოთვლასაც ახლა არ დავიწყებ, არ გამოგვივიდა რა ეს იდეა. იმიტომ რომ ბავშვები ვიყავით, იმიტომ რომ გარკვეული უსამოვნო რაღაცები მოხდა პროექტის განმავლობაში, რაც არ უნდა მომხდარიყო, არ გამოვიდა ეს თემა და მე დროთა განმავლობაში წმენა დავკარგეთ, მაგრამ ანუ ესე არ გამოვა რა, უნდა დაუბრუნდეთ, იმიტომ რომ უდიდესი პოტენციალი აქვს და როგორც ხვდები, მარტო მე მჯერა ამ იდეის, მარტო ჩემ გუნდს ჯერა ამ იდეის მთელს საქართველოში, თორე აქამდე უკვე 1000-ჯერ გააკეთებდნენ, რადგან უმარტივესი იდეაა სიამოვნებაში. თუმცა ეს უნდა გაკეთდეს. ნუ მარტივი ახლა როგორ თქვა, კონცეფცია არის მარტივი, თუმცა იქ ბევრი რაღაცაა, ახლა ვაკეთებ deep research-ს, გამოვიკვლიო ყველაფერი, ანუ თავიდან სამიზნე ჯგუფი ჩვენი იქნება ლაგოდეხი. თუნდაც 1-2 ბრიგადა გავუშვათ, თუნდაც მხოლოდ 1 ბრიგადა გავუშვათ და დავინახოთ, რომ ეს მუშაობს. დავინახოთ, რომ აი რაღაცა სისტემა შეიქმნა, რომელიც მუშაობს. სავსებით საკმარისია იმისათვის, რომ შემდეგ წელს უკვე 2 ბრიგადა ვყავდეს, შემდეგ წელს უკვე 3 და ესე. და მე უკვე დავფაროთ. ანუ საერთოდ ციფრები რაც ამოვიწერეთ, კახეთში იკრიფება 327,000 ტონა ყურძენი ყოველ სეზონზე რა და ახლა ფანჯარა დაკრიფის არის დაახლოებით 40 დღე. აგვისტოს ბოლოსკენ იწყება და სექტემბრის ბოლოს და მე ოქტომბერშიდაც გადადის. და თითო კაცზე მოდის დაახლოებით 9 ტონა. შეიძლება 1 ტონაც მოვიდეს კაცზე? ახლა მე პირადადაც მიმუშავია, დაახლოებით რომ მუშაობდი ვენახში გამოვთვალე რამდენი სიკვდით უწევდა ერთ კაცს. გაჩი რა თქმა უნდა ვინახს და მოცემ მომას. მაგრამ ზოგადად ეგრე არის რა. 327,000 ტონა და მე გამოვთვალე ერთ დღეში რომ მოვინდომოთ და დავკრიფოთ რამდენი მუშახელი გჭირდება. ანუ 327,000 ტონა რო დავკრიფოთ, გჭირდება 654,000 ადამიანი. თუ 9 ტონას კრიფავს ერთი კაცი, ახლა 9 ტონას რომც არ კრიფავდეს ერთი კაცი, მინიმუმ ერთი კაცი 2 კაცზე ერთი კაცი ხო ზიდავს, ამიტომ დაახლოებით სწორი მონაცემი არის რა მაგ მხრივ. 327,000 თუ მაგალითად 40 დღიან ფანჯარას ავიღებთ, ყოველდღიურად მუშაობს 16,000 ადამიანი. ეს ახლა მთელ კახეთზე მაქვს საუბარი. რაც არის უდიდესი მონაცემი. უდიდესი, ასევე დეფიციტი არის აშკარა, იმიტომ რომ როგორც გამოვითვალე დაახლოებით 70,000 არის ისეთი ადამიანი კახეთში, რომელსაც მუშაობა შეუძლია და ანუ აი მაგ სფეროშია რაღაცა ფერმები აქ ისა და ახლა ამათი უმეტესობა რა თქმა უნდა არ მუშაობს ქირაზე, ხო? მუშაობს ან თვითონ აქ ვენახიან რაღაცა რა. და ეგა დაახლოებით 15,000-მდე ანუ ფიქრობ რომ აი 20,000 იყოს რა, მაგრამ მუშახელის ანუ ლოჯისტიკა მაინც დეფიციტს ქმნის გარკვეულ ადგილებში და ეგ არის შესავსები რა და ნუ მაგას გავაკეთებ და მაგას მივცემთ ხალხს რომ აი ეს მაქსიმალურად კომფორტულად მიიღონ სამუშაო ძალა. რასაც გავაკეთებთ არის ძალიან მარტივი რა, ჩავალთ სოფელში რამოდენიმე ბრიგადას მოველაპარაკებით, ვეტყვით რომ დაგირეკავთ თუ რამე ჩვენთან წამოდით და ასევე დამსაქმებლებთან რეკლამით რამე ახლა არ მინდა რომ პირდაპირ ესე მივიდე და უთხრა და რაღაცა, იმიტომ რომ ანუ ჩემი სოფელი არის და იქ რომ ესე მიხვალ და ეტყვი, ეს მაინდა-მაინც არ ნიშნავს რომ სხვაგან უცხო ადგილას რო წახვალ იქ იმუშავებს ეს რა. ანუ არ მინდა რომ პირდაპირ ესე ნაცნობობით მივიდე. არამედ მინდა რომ იმენა რეკლამით გავიდე ამ ადამიანზე რა, ვინც იქნება. პირველი თუ მეორე თუ მესამე. ანუ რამენაირად რეკლამით გავიდე და რა, ანუ იმიტომ რომ ეგაჩვენებს რომ აშკარად დეფიციტია, აშკარად ჭირდება, თორე ესე რომ მიხვალ შეიძლება ნებისმიერმა კითხრას რომ არ არის პრობლემა, მოდი ძმაო აი დამიკრიფე, ან პირადად თუ მიხვალ, მაგრამ ზოგადად ახლა პირადად ვერც მიხვალ ყველასთან კახეთში. არაეფექტურიც არის და მე კიდე ახლა აქ თუ არის ნდობა, იმიტომ რომ გვიცნობენ, იქ არ გვიცნობენ და არიციან ვინ მიდის მასთან და რას თავაზობს და ასე შემდეგ. ამიტომ ეგეც არის, არა მისვლაც კარგი ვარიანტია, კი უნდა მიხვიდე და ელაპარაკო, არ პირადი რეკლამაც კარგი არის, უბრალოდ უფრო აქცენტი მინდა გავაკეთო
სხვა გლობალურ რეკლამაზე რა, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება ყველასთვის და ყველამ იცის, რომ აი World Trip არის ეს. ამისთვის და ეს. ახლა დეფიციტს რაც შეეხება, თუ აღმოვაჩინეთ, ახლა ციფრებში ესეც დაждდა, რომ დეფიციტი არის, მაგრამ თუ აღმოვაჩინეთ, რომ აშკარა დეფიციტი არის და ლოჯისტიკას, ანუ ეგ ხო როგორ არის რა, ვენახების დამწიფება ერთდროულად არ ხდება, ჯერ აქ დამწიფდა, მე აქ დამწიფდა, მე აქ დამწიფდა, არის სოფლებისაც მომენტა საკმარისი მუშა არის, სოფლებისაც ერთად არის მუშა და გადანაწილება ამ სამუშაო ძალის იმ სოფელში სადაც აკლინოთ, იმ სოფელში სადაც მეტია, აი ეგ უნდა გავაკეთოთ ჩვენ რა, იმიტომ რომ უამრავი ვენახი ფუჭდება, უამრავი ვენახი გაფუჭებულა, მხოლოდ იმიტომ რომ მუშახელიც იყო სადღაც, ყველაფერი უბრალოდ ვერ მოხდა მათი დაკავშირება ერთმანეთთან. ან თქვათ მათი პრობლემა ის იყო, რომ 15 კაცი უნდა წამოსულიყო, 7 კაცი წავიდა და ვერ მოასწრეს დაკრება რა, ну რასიზმი. უბრალოდ არ წავიდა 7 კაცი ხო და ჩვენი პლუსიც ეგ არის, რომ აი მაგას დავეხმარებით რა, რომ ეგრე არ მოხდეს. მოკლედ ეგ არის რა. ანუ დღეს დავიწყე, მისდამდი დარჩენილი არის საახლოებით 98 დღე, თუ 97 დღე, მე მგონი 98 დღე არის დარჩენილი სანამ სეზონი მოვა. ამ 98 დღეში მე უნდა მოვახერხო ყველანაირი ციფრის გამოთვლა, აგოდეხ შედაგჭირდება, როგორი სისტემა იმუშავებს. რაღაც მომენტში რა ხარჯებიც დაგჭირდება, ეგეც ალბათ ხარჯები რაღაცები იქნება იქ. უნდა მოვახერხოთ გუნდის აღდგენა, იმიტომ რომ კაი ხნის, ძალიან კარგი, მაგრამ ძალიან დიდი ხნის დაშლილი გუნდი უნდა ავადგინო და განვახორციელო ეს პროექტი რა. წავედით.